აჭარის ახალი შემოვლითი გზა ეკონომიკურ მნიშვნელობას შეიძენს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ გარკვეულ ტერიტორიებზე სამეწარმეო ზონის გაშენება იგეგმება. რეგიონში სამეწარმეო ზონის განსათავსებლად 3 პროექტი შემუშავდება. გამოთქვეს თუ არა უკვე ბიზნეს წრეებში დაინტერესება. თამთა მეგრელიძე განაგრძობს თემას. თამთა გისმენთ. დიახ, დაინტერესება უკვე გამოთქვა კომპანია ოსტიმმა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში მცირე და საშუალო მეწარმეთა გაერთიანებას წარმოადგენს. 5000-ზე მეტ ფირმას აერთიანებს ეს კომპანია, საკმაოდ მსხვილი კომპანია გახლავთ და 50,000-ზე მეტი ადამიანი ყავს მას დასაქმებული. სწორედ იგივე სახის ეკონომიკური პროექტი ამჯერად მზადდება აჭარისათვის. მცირე სამეწარმეო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას მიაღწია. სამეწარმეო ზონაში ნებისმიერი ბიზნესმენს ექნება საშუალება საკუთარი ბიზნეს ინტერესები გაატაროს, ახალი საწარმო გახსნას და ახალი ტექნოლოგიები დანერგოს. თუ რა პოტენციალი გააჩნია რეგიონს ამ კუთხით, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ადგილი, სადაც მალე აჭარის ახალი შემოვლითი გზა გაიჭრება, ეკონომიკურ მნიშვნელობას შეიძენს. ქობულეთის ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ სამეწარმეო ზონის გაშენების პერსპექტივაც ჩნდება. ტერიტორიაზე მცირე საწარმოთა ზონის გაშენებით უკვე დაინტერესდა თურქ მეწარმეთა გაერთიანება ოსტიმი, რომელიც მზადაა ასეთი ზონა სულ 50 ჰექტარზე განათავსოს. ამ ფართობზე ათობით მცირე საწარმო აშენდება. სამეწარმეო ზონით დაინტერესებულ ნებისმიერ ბიზნესმენს აქ საკუთარი საწარმოს განთავსება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა შეეძლება. ახალი სამეწარმეო ზონის გახსნა იყო სწორედ აჭარის ფინანსთა მინისტრის თურქეთში ვიზიტის მთავარი მიზანი. უწყების ხელმძღვანელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. ადგილობრივი ინდუსტრიული ზონები დაათვალიერა და ბიზნესმენებთან საომავლოდ თანამშრომლობაზეც შეთანხმდა. შეხვდი მცირე მეწარმეთა გაერთიანება არის ასეთი ოსტიმი, სადაც დაახლოებით დასაქმებულია 50,000 ადამიანზე მეტი. მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება, რათა ანალოგიური ზონა გაიხსნას აჭარაში და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, შემოვიდეს ახალი ტექნოლოგიები. თუმცა სამეწარმეო ზონა რეგიონში ერთადერთი მსხვილი ობიექტი არ იქნება. ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ხელვაჩაურის სამეწარმეო ზონა ფუნქციონირებდა, თავისი ეკონომიკური მნიშვნელობის დასაბრუნებლად მზადდება. 7 კილომეტრიან ზოლზე რამდენიმე მსხვილი საწარმო დღესაც მოქმედებს, თუმცა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ დრომდე აუთვისებელი იყო, ახალი ინდუსტრიული ზონის გახსნის შესაძლებლობა გაჩნდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უკვე მომზადდა. გარკვეული ნაწილი ათვისებულია და საწარმოები აქტიურად მუშაობს, მაგრამ ამ ზონაში გვაქვს თავისუფალი მიწის ნაკვეთები, რომლებიც პერსპექტივაში ასევე სამეწარმეო დანიშნულებით უნდა იქნას გამოყენებული. რა თქმა უნდა, მისაღმებელი იქნება ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც სამეწარმეო დარგში ჩაიდება. სამეწარმეო ზონას ხელვაჩაურის რაიონში დიდი პოტენციალი გააჩნია. ფაქტიურად ჩვენი საკანონმდებლო ორგანო საკრებულო იმ მიმართულებით მიდის, რომ ყველა იმ ბიზნესმენის ხარდაჭერა იყოს განხილული, ფაქტიურად ყველანაირად უწყობთ ხელს ინვესტორებს. საწარმოო ზონის ყოფილ ტერიტორიასთან ახლოს მდებარე დასახლებაში ამ ადგილის ეკონომიკური მნიშვნელობის გაზრდას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის იმედით ელიან. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ბიზნეს ინტერესების გაჩენა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მყარი გარანტიაა. აქ მცხოვრებთა უმეტესობა წლების განმავლობაში სწორედ ამ საწარმოებში იყო დასაქმებული. ეს მთლიანი დასახლება ამ წარმოებების დამზადებულია, ამ წარმოებების ნამუშევარი ხალხია. ხოდა ეს წარმოებები გაუქმდა, გაგვიუქმეს. ხოდა თუ აღარ გენენ და კიდე ხალხი დასაქმდება, ამაზე უკეთესი არაფერი არ იქნება. დასაქმდება უმეტესობა, ახალგაზრდობა, რა თქმა უნდა, და ყოველივე კარგი იქნება. აჭარაში სამეწარმეო ზონის განსათავსებლად მთლიანობაში 3 პროექტი შემუშავდება, რომელიც უახლოეს დღეებში კომპანია ოსტიმს გადაეგზავნება. ინვესტორი მათგან სასურველ ვარიანტს შეარჩევს. მცირე მეწარმეთა გაერთიანება ოსტიმი თურქეთში 5,000 ფირმას აერთიანებს და 50,000-ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული. აჭარაში იგივე ფორმატის ეკონომიკური პროექტის განხორციელება იგეგმება. დეტალებზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები თვის ბოლომდე დასრულდება. მე შეგახსენებთ, რომ მსგავსი ეკონომიკური პროექტების განხორციელება გრძელდება აჭარის მთავრობის სპეციალური გეგმის მიხედვით, რომლის მიხედვითაც სპეციალური სამთავრობო ჯგუფი მთავრობის თავმჯდომარის დავალებით სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრება და რეგიონის როგორც ტურისტულ, ასევე ეკონომიკური პოტენციალის გაცნობას ახდენს.